ჩვენ დავასრულეთ საგზაო ნიშნებზე საუბარი და განვიხილეთ 7-ვე ჯგუფი და ეხლა გადავდივართ მონიშნის ხაზების შესახებ. მონიშნის ხაზებიც რა თქმა უნდა არეგულირებენ და აწესრიგებენ მოძრაობის უსაფრთხოებას ქალაქებში თუ ქალაქგარეთ და თითოეულ ხაზს გააჩნია თავისი დანიშნულება. არსებობს ჰორიზონტალური მონიშნა და ვერტიკალური მონიშნა. როგორც ხვდებით, ჰორიზონტალური მონიშნა გაკეთებულია პირდაპირ გზაზე, სავალ ნაწილზე ან გზის ნაპირზე. და ამ შემთხვევაში გამოიყენება თეთრი ფერის ხაზები გარდა სამი ყვითელი ხაზისა და გაავეცნოთ თითოეული ხაზის დანიშნულებას. მთლიანი ყვითელი ხაზი როგორც მითითებულია, ისე იხაზება გზის ნაპირზე და ნიშნავს გაჩერება აკრძალულია. ეს ხაზი შეიძლება გამოყენებული იყოს საგზაო ნიშანთან ერთად ან დამოუკიდებლად და მას ძალა აქვს ხაზის ბოლომდე. კიდევ ვიმეორებ, მას ძალა აქვს ხაზის ბოლომდე და ნიშნავს გაჩერება აკრძალულია. მეორე ყვითელი ფერის ხაზი, როგორც ხედავთ, წყვეტილი ყვითელი ხაზია. იგივენაირად იხაზება გზის პირზე და იგივეა რაც საგზაო ნიშანი დგომა აკრძალულია. გამოიყენება ასევე საგზაო ნიშანთან ერთად ან დამოუკიდებლად და მას ძალა აქვს მთლიანად ხაზის ბოლომდე. შეგახსენებთ, რომ გაჩერება უკაცრავად დგომა აკრძალულია არ გვიკრძალავს გაჩერებას. და მესამე ყვითელი ფერის ხაზი, ყვითელი ზიგზაგისებური ხაზი აღნიშნავს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსების დგომის ადგილს. გამოიყენება შესაბამის საგზაო ნიშნებთან ერთად. ამ ყვითელი ხაზის შესახებ მინდა იცოდეთ, რომ როგორც აღნიშნეთ, გაჩერებებზე იხაზება და ამ ზონაში არ აქვს გაჩერების უფლება არავის. ასევე გვეკრძალება ამ ზონაში უკუსვლა და მობრუნებაც. თუ მონიშნის ყვითელი ხაზი არ არსებობს და ამაზე ქონდა საუბარი, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, მაშინ საგზაო ნიშანი, რომელიც გაჩერების საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილს აღნიშნავს, მის შემდეგ და წინ 15 მეტრის მანძილზე ასევე არ შეგვიძლია გაჩერება, მობრუნება, უკუსვლა. ახლა რაც შეეხება დანარჩენ ხაზებს. თეთრი მთლიანი ხაზით სავალი ნაწილი გაყოფილია ორ ნაწილად, გზა გაყოფილია ორად. ერთი მხარე წარმოადგენს ჩვენს სამოძრაო გზას, ხოლო მეორე შემხედრის სამოძრაოს. და ქვია მას ღერძულა ხაზი. დავიმახსოვროთ, რომ ღერძულა ხაზის გადაკვეთა აკრძალულია, როცა იგი მთლიან ხაზს წარმოადგენს. ასევე მთლიანი ხაზი ოდნავ ფართო აღნიშნავს გზის ნაპირს. და ამ ხაზის გადაკვეთა ნებადართულია. შეგვხვდებათ ორმაგი მთლიანი ხაზი, პარალელურად ორმაგი მთლიანი ხაზი. ქონდა ამაზე საუბარი, კიდევ შეგახსენებთ, ამ ხაზებს ერთდროულად ატარებენ იმ შემთხვევაში, როდესაც გზაზე არსებობს მინიმუმ 4 სამოძრაო ზოლი. კიდევ ვიმეორებ, ამ ხაზებს ავლებენ იმ შემთხვევაში, როდესაც გზებზე არსებობს მინიმუმ 4 სამოძრაო ზოლი.
და მისი გადაკვეთის უფლება არ აქვს. სამოძრაო ზოლები შეიძლება გამოყოფილი იყოს ამ წყვეტილი ხაზებით. და დავიმახსოვროთ, წყვეტილი ხაზების გადაკვეთის უფლება გვაქვს. ვინაიდან ჩვენ ხშირად მოგვიწევს ზოლიდან ზოლში გადაადგილებები და შესაბამისად ამ წყვეტილი ხაზის გადაკვეთები. თუ სამოძრაო ზოლები გამოყოფილი არ არის წყვეტილი ხაზებით და გავლებულია ორმაგი მთლიანი ხაზი, თავისთავად იგულისხმება, რომ მოცემული გზა განკუთვნილია 4 სამოძრაო ზოლისთვის. კიდევ ვიმეორებ, დავიმახსოვროთ, თუ მარტო 2 მთლიანი ხაზია გავლებული, მაშინ აქ თავისთავად იგულისხმება უკვე 4 სამოძრაო ზოლი და აქვე მინდა გითხრათ, რომ თუ მთლიან ხაზთან ერთად პარალელურად გავლებულია წყვეტილი ხაზი, კარგად დავიმახსოვროთ, ამ შემთხვევაში მთლიანი ხაზის გადაკვეთის უფლება გვაქვს წყვეტილი ხაზის მხრიდან. წყვეტილი ხაზის მხრიდან. ასევე ვიცოდეთ უნდა, რომ გზაზე, სადაც მოძრაობის ზოლების რაოდენობას არ ადგენს რომელიმე საგზაო ნიშანი ან მონიშნის ხაზები, ასეთ გზაზე მაშინ მძღოლებს უფლება აქვთ განსაზღვრონ სამოძრაო ზოლების რაოდენობა თავიანთი შეხედულებისამებრ. და აქ განხილულია მოbrunების მაგალითი, მოbrunების შესაბამის საგზაო ნიშანზე. მოbrunებაზე ჩვენ ქონა საუბარი, აღარ შევჩერდები. ასევე მონიშნის ხაზებში გამოყენებულია ორმაგი წყვეტილი ხაზები. და ამ ორმაგი წყვეტილი ხაზებით გამოყოფილია რევერსული შუქნიშნებით მოწესრიგებული სამოძრაო ზოლი. რევერსულ შუქნიშნებზე ჩვენ ცალკე გვექნება საუბარი ცალკე თემაში. ამ მომენტისათვის კი დავიმახსოვროთ ის, რომ ამ ორმაგი წყვეტილი ხაზის გადაკვეთის უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ წყვეტილი ხაზი ჩვენგან იმყოფება მარჯვნივ. აი, ხაზების შესახებ რაც სურდა მეთქვა. ასევე შევხვდებათ, რომ ასეთი მომენტი წყვეტილი ხაზები თანდათანობით იმატებს სიგრძეში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოვდებით მთლიან ხაზს და ამიტომ საჭიროა თუ გჭირდება გადაადგილება მარცხენა ზოლში კონკრეტულად ამ შემთხვევაში გადავაადგილდეთ თავის დროზე, ვინაიდან შემდეგ ამის უფლება აღარ გვექნება. ასეთი მაგალითია აგერ განხილული და ასევე აქაც იგივე მაგალითი. მარცხნივ გადაადგილება ან მოbrunება თუ გსურს, სანამ მივიდოდეთ მთლიან ხაზთან, მანამდე უნდა შევასრულოთ ეს მანევრი. აქ წყვეტილი ხაზები მიუთითებენ მოძრაობის ზოლებს გზა-ჯვარედინის ფარგლებში. კიდევ ვიმეორებ, მიუთითებენ მოძრაობის სამოძრაო ზოლებს გზა-ჯვარედინის ფარგლებში. ჰორიზონტალურ მონიშნას მიეკუთვნება ასევე ასეთი ფიგურები, ანუ სამკუთხედები, რომლებიც წინასწარ გვამცნობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა დაუთმოთ გზა და საჭიროების შემთხვევაში უნდა გავჩერდეთ აუცილებლად ამ სამკუთხედების წინ და არ უნდა გადავკვეთოთ. კონკრეტულად ამ მომენტში ეს სატრანსპორტო საშუალება წესების მოთხოვნებს არ ღვევს. იგივე მაგალითია მოცემული აი ამ სურათზე, რომ გაჩერების შემთხვევაში ჩვენ უნდა გავჩერდეთ ამ სამკუთხედებთან. SDEC ნიშანთან ერთად შეიძლება გამოყენებული იყოს SDEC ხაზი. ამ ნიშნის შესახებ ვიცით, რომ ყველა ვარიანტში ჩვენ უნდა შევასრულოთ ტრანსპორტის გაჩერება, დავწმუნდეთ, რომ არავის უქმნით დაბრძოლებას და ამის მერე
გავაგრძელოთ მოძრაობა და ტრანსპორტი უნდა გავაჩეროთ STEC ხაზთან. ასევე უნდა მოვიქცეთ, როდესაც საგზაო ნიშანი არ არის გამოყენებული და გამოყენებულია მარტო STEC ხაზი. გაჩერების შესრულებისათვის კიდევ ვიმეორებ, უნდა გავჩერდეთ აუცილებლად მოცემულ ხაზთან. აღნიშნული და ჩამოთვლილი მონიშნების გარდა ჩვენ შეგვხვდება ასევე და ეს ყველა მიცით ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, ზოლებზე აღნიშნული ისრები, რომლებიც მიუთითებენ შესაბამისი ზოლებიდან მოძრაობის ნებადამთვალ მიმართულებას, გზების შერწყმისა და განშტოების ადგილებში ხაზავენ მიმომართველ კუნძულებს და უნდა ვიცოდეთ, რომ მიმართველ კუნძულებზე შესვლა დასაშვებია იმ ნაწილში, სადაც ასეთი დახაზული და მონიშნული ნაწილი არ არის. ცარიელ სივრცეში შეგვიძლია შევასრულოთ გაჩერება, ავარიული გაჩერების დროს. საველოსიპედო ბილიკი ასეთი საგზაო ნიშნით არის აღნიშნული და რა თქმა უნდა საველოსიპედო ბილიკი განკუთვნილია ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეებისათვის, იმ შემთხვევაში თუ არ არის ტროტუარი. შემდეგ ასეთი მონიშნა იგივეა, რაც და ქონდა ჩვენ საუბარი საინფორმაციო მაჩვენებელ ნიშნებში, იგივეა, რაც გზის ან მარშრუტის ნომერი. აქ კარგად არ ჩანს, მაგრამ წერია რუსული A, რომელიც იგივეა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამოძრაო ზოლი. ჩვენ გვქონდა საუბარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამოძრაო ზოლის აღმნიშვნელ ნიშანზე და წესების შესახებ. სადგომი ადგილი, რომელიც გამოყოფილია შესაბამისი მთლიანი ხაზებით და მძღოლი უნდა ეცადოს თავის ტრანსპორტით ჩააყენოს ლამაზად ზუსტად ამ ხაზებს შორის. ავტომაგისტრალებზე, როდესაც გქონდა საუბარი, ჩვენ ვთქვით, რომ ავტომაგისტრალს არ აქვს კვეთა სხვა გზებთან, მას აქვს შემავალი და გამომავალი გზები. და ამ გამომავალ გზებს ქვია შენელების ზოლი, სადაც მძღოლი ვალდებულია, თუ ეს ზოლი არსებობს, მძღოლი ვალდებულია, თუ მოცემული გზიდან უნდა გამოსვლა, შემოვიდეს შენელების ზოლში, შეანელოს სვლა და ამის შემდეგ გააგრძელოს მოძრაობა დასახული მიმართულებით. ასევე იქცევა მძღოლი, რომელიც შემოდის სამოძრაოდ ასეთ გზაზე. თუ არსებობს აჩქარების ზოლი, მან უნდა იმოძრაოს აი ამ მითითებული ტრაექტორიით, ანუ აკრიფოს სიჩქარე და შეუერთდეს მოძრაობის ნაკადს. ასეთი მოძრაობა დაუშვებელია, ანუ პირდაპირ შესვლა სამოძრაო ზოლზე. აი ყველაფერი იმ ხაზების შესახებ და მათი დანიშნულების შესახებ, რაც თქვენ ჰორიზონტალური მონიშნის ხაზებიდან შეხვდებათ. როგორც აღნიშნეთ, ჰორიზონტალური მონიშნის გარდა ასევე არსებობს ვერტიკალური მონიშნის ხაზები, სადაც გამოყენებულია შავი და თეთრი ფერის ხაზების შერწყმული ვარიანტი. და ამ ხაზებით აღნიშნავენ გზის იმ ელემენტებს, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ მძღოლებისათვის, განსაკუთრებით ღამის პერიოდში. ეს ხედავთ ხიდის მოაჯირები, ბორდიურის ნაპირები, ხიდის ბურჯები და თაღები, ასეთი მონიშნითაა აღნიშნული. კიდევ ბორდიურის ნაპირები, კიდევ ვიმეორებ, მოაჯირები გზისა, რომელსაც აყენებენ და ბილეთში ამის შესახებ არის კითხვა გზის სახიფათო უბანზე, ანუ
დიდი ხევია, ესე ვთქვათ, გზის იქით უსაფრთხოების ბოძები. დღეს შავი და თეთრი ფერის ხაზების ნაცვლად და მასთან ერთად პარალელურად გამოიყენებიან ისეთი მონიშნის, ვერტიკალური მონიშნის ხაზები, რომლებსაც შესწევთ უნარი ღამით სინათლის მინათების შემდეგ მათ აქვთ უკუარეკლის უნარი. ეს უფრო აადვილებს ღამით მოძრაობას და შორიდან ჩანს გზის სახიფათო ელემენტი. კიდევ ვიმეორებ, ვერტიკალური მონიშნის ხაზები აღნიშნავენ ხიდის ბურჯებს და თაღებს, გზის მოაჯირებს, ბორდიურის ნაპირებს და უსაფრთხოების ბოძებს. მოკლედ, ეს ყველაფერი, რაც ვერტიკალური მონიშნის ხაზებს შეეხება.